მენინგიტის ვირუსის შემთხვევებმა იმატა, რასაც სპეციალისტები სეზონურ ტენდენციად თვლიან. მედიკოსები აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ რისკ ჯგუფებს ბავშვები განეკუთვნებიან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს. რა ხდება აჭარაში, ლანა ძაძამი არკვევდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა იმატა. ამ ეტაპზე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ვირუსული მენინგიტის დადასტურებული შემთხვევით 4 პაციენტია მოთავსებული. ვირუსულ მენინგიტს თავის ტკივილი, ხებინება და ტემპერატურის მატება ახასიათებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვისა და ხელების ხშირად დაბანისაკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე ჩვენ სტაციონარში გვიწევს 4 ვირუსული მენინგიტით დაავადებული ბავშვი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, უახლოს დღეებში ბინაზე გაეწერებიან. პრევენციული ღონისძიებები ეს არის, რომ ხშირად უნდა დაავადოთ ხელები, შემდეგ უნდა მიიღონ სუფთა წყალი და სუფთა საკვები. დაავადება ძირითადად ხდება 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მაისის თვეში რეგიონში ვირუსული მენინგიტის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული მენინგიტით ძირითადად ინფიცირებული სკოლამდელი ასაკის ან სკოლის ასაკის ბავშვები არიან. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოსახლეობას სამედიცინო დაწესებულებებისათვის დროულად მიმართვისაკენ მოუწოდებს. ბოლო პერიოდში, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენ დავამყარეთ ზედამხედველობა აღნიშნულ ინფექციაზე, რეგისტრირებულია 5 შემთხვევა. ეს რაღაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისათვის ესეთი განსაკუთრებულ მატებად არ ითვლება. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ახასიათებს კისრის კუნთების რიგიდულობა, ცნობიერების შეცვლა, თავის ტკივილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოუწოდებთ მოსახლეობას ასეთი კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პანიკის საფრთხე არ არის, რადგან ვირუსული ინფექციის შემთხვევების მატება სეზონურია. დავით სერგიენკო მოსახლეობას სველი წერტილების დეზინფექციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მინისტრი ინფექციის დადასტურების შემთხვევაშიც კი ირწმუნება, რომ მისი მკურნალობა მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვევა და მასზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ინფექცია არ არის აიროვან წვეთოვანი, ანუ არ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამის გავრცელების საშიშროება და პირბადეების ტარების. არამედ ხელების დაბანა, რომელიც თითქოს და ბანალური, ასე ვთქვათ, ეს არის ზომა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ უწყებებში ამ ეტაპზე ვირუსული მენინგიტის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.